საყვარელო, გინდა ამ საღამოს ის გავაკეთოთ, რისი გაკეთებაც არ შეიძლება. ვაიმე, ნულზე გავყოთ. გამარჯობა. ცით მანქანები მინდა ვნახო. თქვენ ის არა ხართ ახალ წელს რომ იყავით? 1 იანვარს. ახალ წელს? კი, გიცანით, რატომ აღარ მოხვედით მანქანის წასაყვანად? მანქანის? კი, თქვენი მანქანა აქ დგას. ეს ჩემი მანქანაა? დიახ, ნასვამი ყავს. მე წავიყვანო. ერთი წუთით. ალო, საყვარელო. ახალ წელს საუნაში არ ყოფილ ვარ. არც გუდაურში არ გადავფრენილ ვარ და არც საყვარელი არ მყავს. იმ ფულით მანქანა მიყიდია. შემირიგდები? არ ვიყავი და ბოდიში ვერ მოვედი. გავიგე რომ სიდედრი გარდა გეცვალა რა. დრითი დაიხობა. ბანანს ჭამდა და კურკა გადაცდა. აუ. აბა. აწყარი. ხოჭას ბანანში კურკას რა უნდა? მე ჩაუტენე გას. ბაში რა ღირს? თქვენთვის 1 კილო 1 კოცნა. ხო? დიახ. მაშინ 10 კილოა მიწონეთ. 10 კილო? აი ეს მისამართი. დიახ. და ბებია ჩემი გადაიხეს. გვიან მოვიდა სახლში. არც კი ვიცი სად დაეთრეოდი. ადრე მოვიდა. მაგას ჯობდა ფული მოგეტანა. არ გეხმარება სახლის საქმეებში. შენ რა მოსამსახურე ვარ? გეხმარება. გერჩინა სამსახურში გევალ. არ გჩუქნის ყვავილებს. ვაი, მეზობელი. ახლა. სხვადასხვა ჩვენი მეზობელი კახა ყოველ კვირას ჩუქნის თავის ცოლს ყვავილებს. გჩუქნის. სანადიროთ მიდიხარ? არ გეუბნება კომპლიმენტებს. დედა მართალი იყო. თქვენ მამაკაცები მხოლოდ ქორწინებამდე ხართ საყვარლები. გეუბნება. დღეს
საღამოს საკეიფოთ მიდიხართ არა? მხოლოდ ბიჭები, ცოლების გარეშე. რა თქმა უნდა, ყველა ცოლის გარეშე მოდის და შენ ხომ არ წახვალ ცოლთან ერთად. ყოჩახ, კარგი გოგო ხარ. მე მჯერა შენი. ყველაფერი გამოგივა. აბა მოვედით გველოდებიან წავედით საყოველთაოდ ქალბატონო ეთერ გარგემცანდებოდეთ გველოდებით დალიეთ? დაულიეთ? მაგრამ ეს წუთია შემივსეს ბიჭო. მე სადაგრძელო დალეული მაქვს დედას გეფიცე. კიდე დაულე, აკროლე. მე არ ვიპარო. ვირთით რა, ბატონო ვირთით. ვირთით განიჭერეთ. უარი ხტისა. დაილოცე, შემეცმა, დაილოცე. ბონძალის ვირთით. ვირთით უგარიდება, ბონძალის. ჭამა უკვე? დიახ, აღარ პირის, წაიყვანეთ თუ შეიძლება. ზუზუ თავისუფალია. მიმიკო. პირას აღამოს გცალიათ? კი, ცალია. შეგიძლიათ 8 საათზე ლოგინში იყოს. კი, შემიძლია. ხოდა იქნებ კარგად გამოიძინოთ. ორ შაბათს მაინც რომ არ დააგვიანოთ სამსახურში. დავიწყო მიღებ ძმაო აუ კაი ნუ მიღებ რა აი გაწიერა კამერა გაწიერა კამერა დო ჯეხა ტელევიზორში გამოსვლა და რაღაცა ტლიკინი რომ დომოდა აქ არ ვიქნებოდი დო იდოქში ხმამიეცით ეხა რა კაი ბიჭებს რა ჩვენ უშველით დო ამ ქვეყანას ჩვენ აბა ვი პირველად ეხა რასაც ვიზავთ იდოქში შუსტრატვე დავიწყებთ იმას რა ქვია ო პენიტენციალური სისტემის კაპიტალურ რემონტს რა ესე საკაიფოდ გავაკეთებთ და რამე რა ეხა ადრე რო იყო ხო ეხა ზონაზე ტელევიზორი, ტელეფონი, ცხელი-წყალი და რამე ეხა Wi-Fi-ს დაუმატებთ ვაფშე ხო Wi-Fi-ს დავა და ეხა ვიღაც ქათმები რო ჩამოყავს თო ეგლესიასი და რამე ჩვენ ბიჭო ხალხს ჩამოვიყვანთ ხმელოს, მახვილიც, წრიპას, ბუხნიკიც რა ხალხი ბიჭო ეირო ვაფშე და ხმამიეცით რა კაი ბიჭებს რა ჩვენ უშველით თო ამ ქვეყანას აგარ ნახავ თუ არა ეიცა რაია ბიჭო კაი ბიჭი სიტყვის არ გჯერა ბიჭო ჰა შეყვარების დაბადების დღე აქ და მე ისეთი მინდა რომ ვაჩუქო რომ დაამახსოვრდ ეს სუნა მოჩუქე არა ეგ არ დაამახსოვრდება მაშინ ბიჟუტერია ჩუქე სამკაულია ჩუქე რა არა არც ეგ არ დაამახსოვრდება მაშინ რა ქენიცი აიქ არასოდეს დავიწყე სიგნალს მინდა რომ აუწიოთ. აცოვა რადგანაც ჩვენიერი ხმავთ? არა, იცით რა არის. ქუსლებზე მაცვია და მუხრუჭებს კარგად ვევხმარებ. ამიტომ მინდა რომ სიგნალს უფრო დიდი ხმა ქონდეს. საბუთები წესრიგში გაქვთ, ყველაფერი კარგად არის. უბრალოდ მანქანაში თუ გაქვთ ცეცხლმაქ. არა. და აფთიაქის ყუთი? არც აფთიაქის ყუთი. უნდა შეიძინოთ. რო დაგჭირდეთ? რაში უნდა დამჭირდეს? ექიმი და მეხანძრე ყოველთვის მისის მანქანაში. გნებავთ რამე?
რაც მებავს, მე თვითონ ავიღებ. ადექი? Алло. 33-ია? საღმულ ძმაო შენ. რა მაგარი ნომერია? საღმულ. Алло. 55-ია? საღმულ ძმაო შენ, საღმულ. რა მაგარი ნომერია? საყვარელო. ხო. რაღაც მინდა გითხრა. აბა, რა ხდება? მალე სამნი ვიქნები. ვაიმე რა მაგარია. ვაიმე როგორ გამეხარდა, ვაიმე რა მაგარია. რა კარგია რომ ესე გიხარია დედა ჩემის გადმოსვლა. აი დღეს სად არიან ჩვენი კონკურენტები? აი მათი პოტენციური ზრდა და აი ჩვენი. ჩვენი სტრატეგიული გეგმის კონტენტი და პოზიციონირება იქნება მათი შიდა მარკეტინგული ქსელების ნგრევა. ჩვენ უნდა დავამარცხოთ მათი PR ტექნოლოგიები და ჩავძიროთ ყველა მათი წამოწყება. ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უნდა მოვიპოვოთ მონოპოლია მთელს თანამედროვე ბაზარზე. აბა, ჩვენ ვერთვებით თამაშში და ვამარცხებთ მათ. ვამარცხებთ მათ. წავიდა მუშაობა, წავიდა. როგორ გითხარ ლიფტის ფული არ მაქვს და კარგად იყიდა ახალი კაბა და ფეხსაცმელი წუწურაკი. ხო. თან რასაკეთებს იცი? მესამეზე ხო ცხოვრობს. ადის მეოთხეზე და იქიდან ფეხით ეშვება. წარმოგიდგენია. ალო. ხო ნუგო. ნუ კარგი რა დადემართა ხო გთხოვე 5 წუთით გადავალ მეზობელთა ყავას დავლევ თქო და ნუ უკვე საათ ნახევარია მირეკავ რა. ხო კარგი. არ გაცდიან არაფერს რა. ჩამოდიან არ ჯერ საერთოდ ჩემი ქმარი ისეთი ეჭვიანია რომ აღარ შემიძლია უკვე რა. საშინელება უმიზეზოდ ეჭვიანობაზე საშინელება აი არაფერი არ არის. უფ ეგ ღამაკლია ეხა კიდე უმიზეზოდ იეჭვიანოს. ქულა. ესე იგი, თქვენ ხართ ფიცხი ადამიანი. თავშეუკავებელი. არ გიყვართ არაფერს პატიება და ბოღმა რომელიც გახჭობთ, შურიზიებისგან გიბიძგებთ ხოლმე. ხო. თავარია თავის მოტოყვა შეძლოთ და ყველაფერი კარგად იქნება.
ბოღმა, და სისულელეა. Se ha che crescere. ბოღმა ვარა? შურისიებაო, ხო? ნახევარი სამსახური ავად არის. ყველას ვირუსი აქვს. და სკლეროზი ხო არა ქვიმის? რა სკლეროზი? არა, ფული მინდა სისხლოდა. არ ვიცი. თუ გაიგებ გამოგები. მოკლედ მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო ამომრჩევლებო და მინდა გითხრათ, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებში შესაბამის ხმებს ვერ მოვაგროვებ, შესაბამისად ვერ მოვხვდები პარლამენტში და ამ ძვირფას საერთო დროს მე რაციონალურად გამოვიყენებ. და მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი მენიუ. მობრძანდით რესტორანში ფოთლების ჩურჩული. მიირთვით უგებრიელესი ხიკალი გვაქვს 45 თეთრად, ფათოშორის მარტო ჩვენ გვაქვს 45 თეთრად. წვადი ახლა მაგ ძირითადად საკუთარი მეურნეობიდან გვაქვს ჩვენ წვადი. ძალიან უგებრიელესი ლიმონადი ჩვენი ჩამოსხმა ზუკა 2006. ხო, მოკლედ მობრძანდით ჩვენს რესტორანში ფოთლების ჩურჩული. გელით კი არა და მადლობთ. ბარათი? არა, ჩემი არ არის, წეგან დაუვარდა ვიღაცას. მთელი ჩემი საუკეთესო წლები თქვენ მოდგმას შევწირე. მე თქვენი მოსამსახურე კი არა ვარ. დედაშენი ქალბატონი თითზე არ აყარებს დაბრძანდება მთელი დღე სალონებში რა ენაღვლება. გაჩუმდი, თორე თავს მოვიკლავ გადავყტები ფანჯრიდან. ნაგავიც გააყოლე. რა მაგარია, როგორც იქნა დავქორწინდი. მოდი კიდევ ერთხელ რა. კარგი რა, დავიხარე. მთელი დღე ისედაც მაგარი დაზაბულები ვიყავით. კიდევ ერთხელ გთხოვ. კაი. ესე იგი, ეს დედა $5,000 გვაჩუქა. ხო, ეს ბიზამ გამომირიცხა 15,000 €. ეს ნაცრიავრო საგზური გვაჩუქა ორკვირიანი ეგვიპტეში. იმ ხუთში ალბათ ისა პლაზმური სამსახურმა მაჩუქა. იმ ხუთში პატარაში ლეპტოპი იქნება ჩემი მამაჩუქის იქაც რაღაცა უთხრა. ბიჭი, უცხოელები არიან რა? უცხოელები არიან. რომელიმე უცხოელი ესმენა? კი, როგორ არის? ესპანური, გერმანული, ფრანგული, ინგლისური. მართლა? კი, ვერ ვგებულობ. Got a Kindle, I didn't know you could do that. მე ისმის ახლაც. But the problem is, not that many people know how to. კარგი იყო.
არა უშვებს. პირველისთვის არა უშვებს. კარგია. ცოტა მეტი ყურადღება, დაძაბულობაც მოგეჩნდება, საჭესაც უფრო მიეჩვევი და რაც თავარია. მუხრუჭი უნდა იხმარო ხშირ. მაგარია გამომივიდა. ხო, გამოგივიდა. ჩვენსკენ მოდის. ხო, ნახე რა სიმპათიურია. აშკარად მე მიყურებს. არა მე მიყურებს, მე შემომხედა. მისკი და მისკი რა. მე მიყურებს. ბავშვი რომ ყავდა ბაღიდან გამოსაყვანი, რაკენ გამოიყვანე უკვე? ჩემ პატარებაზე მეკითხები? შენ რაკენ იყავი ცეულიტების დასაშლელად? უი, მართლა, ეპილაცია გაქვს გასაკეთებელი და შენთვის დალევა არ შეიძლება. მამა შენი კიდევ სვამს? თუმცა შენი თმის ამბავს რო გაიგებს, ალბათ უფრო მაგრად დალევს.